გამარჯობა მეგობრებო, მთელი დღის კვება როგორი უნდა იყო ადამიანი ვისაც აქვს დიაბეტი, ინსულინის რეზისტენტობა, პრედიაბეტი ან ჭარბი წონა. ეს 4-ვე პრობლემა ერთად არის დაკავშირებული. ჭარბი წონიანი ადამიანი ინსულინის რეზისტენტია, მერე გადავა პრედიაბეტზე და ბოლოს დიაბეტი გახდება. ეს ერთი წრეა, მაგისთვის გამზადებული მაქვს კვება 3 საჭმელი მთელი დღე როგორ უნდა ჭამო, რომ დაამარცხო ეს 4-ვე პრობლემა ერთად. თუ ისე ჭამე, მაშინ თქვენ ირგვლივ საქართველოში დიაბეტი პაციენტი არ იქნება. იმიტომ დიაბეტის მკურნალობა არ არსებობს, დიაბეტის არსებობს მარტო როგორც მოვიდა ცუდი ცხოვრების წესისგან, საჭმელის არასწორი ჭამისგან, ისევე ისე დამარცხდება, როცა გაასწორე თქვენი კვება. იმიტომ ბოლომდე უყურე ვიდეო, თქვენ თუ არა გაქვთ დიაბეტი, გმერთმან უკნა ვინმეს რო იყო დიაბეტი. ვისაც იცნობს დიაბეტი, მეზობელი, მეგობარი, იმას აუცილებლად გააზიარე ჯერ ეს. როგორ უნდა დაიწყოთ დილა? თქვენ როცა ადგები მეგობრებო, პირდაპირ ყავა, ჩაი, ნებისმიერი სასმელი არადროს არ უნდა დალიო. პირველი რასაც უნდა დალიო, ეს არის ოთახის ტემპერატურის ან თბილი გინდა ცხელი წყალი. რამდენიც შეგიძლია? 1 წიქა, 2 წიქა, 9 ლიტრა წყალამდე შეიძლება. მეორე ნაბიჯი მეგობრებო, წყალი დალევის მერე დაახლოებით 15 თუთი მერე შეგიძლია ადამიანი რასაც სვამს. მწვანე ჩაი, ყავა, ნებისმიერი რაღაცა, რასაც სვამს. ეს სამივე რაღაციდან. აქ არ უნდა შეურიო შაქარი. აქ შეიძლება შეურიოთ სტევია, ან ბუნებრივი მონგფრუტის შაქარი, ან ნებისმიერი ბუნებრივი შაქარი. არა შაქარი, ან თაფლი, ან ეგეთი მურაბა. ხალხმა იცი რომ მურაბა ბუნებრივია და მოდი შეურიოთ. ყავა ან ჩაი დალევის 9 საათი, ან რასაც შეგიძლია დრო მეტი რო გაატარო. თუ ადამიანი ხარ ეგეთი რომელმა უნდა დალიო წამალი, მაშინ ნებისმიერი დროს, ანუ დილით ადრევე, გინდა 8-ზე ჭამს, 9-ზე, 10-ზე, რა აქვს მნიშვნელობა. სპეციალურად გავაკეთე ეს კვება, ანუ სადაც 3-ჯერ უნდა საჭმელი. ისე საუკეთესო იქნებოდა, რომ 2-ჯერ ჭამო საჭმელი, მაგრამ ვერ უძლებს ზოგი ადამიანი, იმიტომ აქ არის 3 საჭმელი. პირველი საჭმელი, breakfast, ანუ საუძმე, როგორ იწყება მეგობრებო. 1 კოზი ჯეითუნის ჯეთი პლუს 1 კოზი ვაშლის ძმარი. ორივე ერთმანეთში უნდა შეურიო და მე ეს ორივე 100 გრამ ბოსტნეულის სალათაში, კიტრი, პამიდორი, ნებისმიერი სალათის ბურცელი, კომპოსტო, ბროკოლი, ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა. სოცხალი უნდა ჭამო. სოცხალი არ მოგიხდება, 2 თქლზე გაამზადე, რაოდენობა უნდა იყო 100 გრამი. 1 მუჭაზე მოდის 100 გრამის ბოსტნეული, ბევრი არ არის მეგობრო. მეორე, აქ პროტეინი რა არის? თუ გაქვს ნებისმიერი ხორცი გამედარჩენილი, თუ არა გაქვს კვერცხი, მოხარშული კვერცხი, გინდა შემწვარი კვერცხი, 1, 2, 3, რამდენიც გინდა. და ცხიმი მოსულია უკვე 1 კოზი ჯეითუნის ჯეთისგან. თუ გიყვარს ავოკადო, 9-ზე 9 ავოკადო მოიტანეთ, ცხიმი და ბოჭკო უკვე არის თეფსზე. ეხლა დარჩა ნაკშირის წყლები. ნაკშირის წყლებისთვის თქვენ შეგიძლია წვავის 1 ნატეხი პური, 20 გრამი ან პური 1 ნატეხი წვავის, პლუს 20 გრამი ყავისფერი ბრინჯი. თეთრი არა, ყავისფერი ბრინჯი 20 გრამი, ან 30 გრამი გრეჩხა, წიწიბურა, ან 20 გრამი გერკულესი. ამ 3-4-დან 1-1. ოღონ ცხელი არ უნდა გაამზადო. ეს გაამზადე, გამევე და მათი ვარშიც შეინახე. ნაკშირის წყლები არადროს ცხელი არ უნდა ჭამო. ეს სწრაფად გადამუშავდება და შაქარს აგიწევს მერე.
ღამე გააკეთე 100 გრამი და შეინახე. მე იქიდან როგორც რაოდენობა გითხარი, ისე უკვე თევზზე დაალაგე. თევზი გამოიყურება ბოსტნეული პროტეინისთვის კვერცხი მოვიდა, ან ხორცი, ნაქსირის წყლებისთვის, ან ჭიციბურა, ან გერკულესი, ან ერთი ნატეხი, ერთი ნაჯერი ჭვავის პური, რომელიც უნდა იყოს მაცივარში შენახული ცივი. აქ მორჩება თქვენი პირველი საჭმელი. მეორე საჭმელი მეგობრებო, დაახლოებით 3-4 საათი გასული იქნება და ეხლა უნდა გაამზადო მეფების სალათა. სადაც არის 50 გრამი ხილი, 50 გრამი ნებისმიერი ბოსტნეული და ნებისმიერი ხილი, ბანანი არ უნდა იყოს. კიდე აქ კარგი ცხიმისთვის უნდა შეურიოთ ცოტათი გოგრის თესლი, ცოტა სეზამის თესლი, ნებისმიერი თესლეული. გინდა არახის თესლი, გინდა ნუში, გინდა კაკალი. აქედან ერთი-ერთი თუ ყველა გაქვს, ცოტა რაოდენობით ყველა. კარგად შეურიეთ და შეჭამ. ეს არის ბოჭკოვანის პორცია. აქ კიდე რა უნდა დაამატო? აქედან ერთი-ერთი. მაწონი თუ გაქვს, აერანი თუ გაქვს, ეს ქართულად აერანს რას ეძახიან, იოგურტი, ოღონ უშაქრო იოგურტი, ხაჭო, ან დაამატე ყველი, ან ისევე ისე ერთი ჭვავის პურის ნატეხი. აქ მორჩება მეორე საჭმელი. ორი საჭმელი მორჩა, თქვენ იქნები სავსე, მალე არ მოგშივდება, იმიტომ ბოჭკო, ნაქსირის წყლები, პროტეინი და ცხიმი კომპლექსურად იგებს. ადამიანს როცა ძალიან მოშივდება, ის ჭამს, ან ერთი რამე ჭამს, ან ბევრი ხორცი ჭამს, ან მარტო ნაქსირის წყლები ჭამ, იმიტომ აქ ჭამ თქვენ ორი საჭმელი ჭამე, უკვე კომპლექსურია მეგობრებო, სტაბილურად იქნება სიცხლისი, შაქარის და გლუკოზის. მესამე საჭმელი. ღამე. გინდა 7 საათია, გინდა 8 საათია, მაქსიმუმ 9-ზე უნდა ჭამო. ისევე ისე 50-დან 100 გრამამდე სალათა, ერთი კოზი ვაშლის ძმარი ზევიდან. ჭამთ მაგაც, ნახე მეგობრებო, თელი დღის განმავლობაში დაახლოებით 250 გრამი სალათა მინიმუმ ჭამს, რომელიც საჭმელის წინ უნდა ჭამო, ჯერ უნდა სალათა უნდა ჭამო. 250 გრამი სალათა ბევრი არ არის. იმიტომ აქ შეიძლება იყოს ერთი პომიდორი, 2-3 კიტრი და ცოტა სალათის პურცლები. შო, მორჩა 250 გრამი სალათა ბევრი არ არის. ეხლა ღამე ხორცი თუ გიყვარს, ნებისმიერი ხორცი იწმება. აქ არის ქათმის ფილე, გინდა ქათმის ბარგლები, ნებისმიერი ნაწილი. თევზი საუკეთესო იქნება. თუ გაქვს მწვადი, ან მოხარშული ნებისმიერი ხორცი, არ აქვს მნიშვნელობა. გინდა შეჭვი, შეჭვა არ აქვს მნიშვნელობა შაქარიან დიაბეტთან ერთად. ნებისმიერი ხორცი ჭამს და დაამთავრეთ თელი დღის ჭამის ნორმა. ეხლა ყოველდღე ერთი და იგივე რო არა ჭამო, თქვენ შეგიძლია ხან დილით ჭამო ხორცი, ხან საგამოთი ჭამო, ხან შუადღითი ჭამოთ. მაგრამ ეს ბოსტნეულის პორცია პლუს ეს თხელეულის პორცია უნდა იყოს საჭმელში აუცილებლად თებში. ნაქსირის წყლების რაოდენობა უნდა იყოს მცირე ყველაზე. იმიტომ ეს არის მთავარი, რომელიც გაგასუქებს და დიაბეტის ერთ-ერთი მიზეზი გენია. კიდე მეგობრებო, დაახლოებით ცადე, რომ ხანდახან ხშია, მაგრამ წყალი გინდა. ფიქრობს მშია, მაგრამ წყალი გინდა. დაახლოებით 2 ლიტრა წყალი რო დალიო. 2 ლიტრა წყალი დაახლოებით 4 ჭიქა არის. ბოთლით არ უნდა იარო. დაახლოებით 2 ლიტრა წყალი უნდა დალიო. პლუს ღამის საჭმელის დაახლოებით 45 წუთი მერე წახვალ აუცილებელია ეს. დაახლოებით 3000-დან 6000 ნაბიჯი გაიარეთ ხო. ეგრე თუ მოიქცევი, თქვენ 3 თვეში ნახავს, რომ თქვენი
სიცხლში რაოდენობა ბუნებრივად წამოა დაბლა, სტაბილურად იქნება და ადამიანი რომელიც სვამს წამალი ნელ-ნელა ის წამლის რაოდენობა შემცირდება და ბოლოს წამალიც გადააგდება და იცხოვრებს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. იმედია მოგეწონება ეს თლიანი სერია. თუ არ გინახია სხვა ვიდეოები, აუცილებლად ნახე, ლინკი ჩაგიგდებს თლიანი სერიის ვიდეოს ქვევით. ყოველთვის იგავით ჯამთელი ბედნიერი და არქის გამოწერა არ დაიწყდე.